დაგიბრუნდებით პასუხით ნახეთ ზვიად ცეცხლაძეს ედავება ბრალდების ხარი როგორც ზემოთ აღნიშნეთ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. Ფაქტობრივად 22-ვე მუხლში სისხლის სამართლის კოდექსის 22-ვე მუხლში თავმოყრილია როგორც ჯგუფური დანაშაული და შესაბამისად ორგანიზებული დანაშაულის ნაირსახეობები გვაქვს მითითებული. ორგანიზებული დანაშაულის ორგანიზებას, რასაც ზვიად ცეცხლაძეს ბრალდების ხარი ედავება, ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია ამ რამდენიმე დაკავშირებული ადამიანის ერთმანეთთან ნაცნობობის და კავშირის არსებობის ფაქტი. შესაბამისად ასეთი კავშირის არსებობის არარსებობა ცალსახად გამორიცხავს ორგანიზებული დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას. ნახეთ როგორ წარმოგიდგენიათ, რაც არ უნდა სამართლებრივი ნაწილი იყოს, ძალიან მარტივად შეიძლება ახსნათ, რომ თუ 5 ადამიანი, რომლის ერთმანეთთან კავშირიც არ არსებობს ფაქტობრივად, არც ტელეფონის საშუალებით, არც არანაირი ფორმით, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს 5 ადამიანი ერთმანეთთან დაკავშირებულია და ორგანიზებულად ჩადის დანაშაულს. ძალიან მარტივად რო ვთქვათ. შესაბამისად განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანია ორგანიზებული ჯგუფის ნაწილისთვის ასეთი ნაცნობობის არსებობა. წარმოდგენილი ბრალდებულები და საქმეში ფაქტობრივად აბსურდია, თუნდაც ორგანიზების ნაწილი რო ადამიანები ბრალდებად არ უარყოფს ამას მათ შორის. პროცესს არ უარყოფს ეს არის. ბრალდების ხარისგან ჩვენ მოვისმენთ. ნახეთ ეხლა შესაბამისად აქედან რო წამოვიდე და ვიმჯელოთ ორგანიზებული ჯგუფის არსებობისთვის რამდენად აუცილებელია უკვე ვთქვით, რომ საციცოცხლო მნიშვნელოვანია, შემადგენლობის არსებობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად ასეთი ნაცნობობა არანაირი ფორმით არ დგინდება. ის რასაც ახლა მე კადრებზე ვხედავ და ვყურებ, შესაბამისად პოლიციის თანდასწრებით ძალადობის განხორციელება და ამ ძალადობაზე რეაგირება ნული, რა თქმა უნდა, ამაზე არ ჭირდება იურისტის შეფასება, ჩემი აზრით, ეს არის აბსოლუტურად კანონმიღმა დარჩენილი ქმედება, სადაც პოლიციელს მას როგორც პოლიციის შესახებ კანონით და ასევე მინისტრის არაერთი ბრძანებით დარეგულირებულ ურთიერთობაში ძალადობის არსებობის ფაქტის შემხედვარე პოლიციელი, რა თქმა უნდა რეაგირებდეს და უნდა ახდენდეს სათანადო რეაგირებას. და მოცემულ შემთხვევაში ასეთი რეაგირება იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებიც აქ კადრში ჩანან, ბუნებრივი არ ჩანს. ისევ ზვიადის ნაწილს დავუბრუნდები და გეტყვით იმას, რომ თქვენ წინა კითხვაში დასვით ასეთი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენების სავალდებულობასთან დაკავშირებით. აღკვეთი ღონისძიების საფუძველი უნდა იყოს ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. საპროცესო კოდექსში 198 მუხლში გვაქვს ძალიან კარგად მითითებული. ნახეთ, ჯერ პირველ რიგში უნდა იკვეთებოდეს დანაშაულის არსებობა. რეალურად დანაშაული უნდა იკვეთებოდეს და ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ პატიმრობის გამოყენება ყველაზე მაღალი სტანდარტით არის ჩვენი საპროცესო კოდექსით დაცული. თუ არ გვაქვს დანაშაული, შესაბამისად აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი მით უმეტეს არ გვაქვს, მაგრამ თუნდაც გქონდეს დანაშაული, მე უკვე გვრჩება მოგვიანებით რომელი ღონისძიების გამოყენება არის პროპორციული იმისთვის, რომ აღკვეთი ღონისძიების მიზნები იქნეს დაცული. ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეში მაშინ, როდესაც ეს ადამიანი 4 დეკემბერს თავისი ხელით უღებს საკუთარი საცხოვრებელი სახლის კარს, უშვებს სახლში, თანამშრომლობს გამოძიებასთან მაქსიმალურად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ნიმუშის აღება, ნერწყვის ნიმუში და სხვა დანარჩენი. ყველა საგამოძიებო მოქმედებაში ზვიად ცეცხლაძე იღებს ნებაყოფლობით მონაწილეობას. მისი წარსული რო არ არის ნასამართლები, არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი წარსულის და შესაბამისად ამ ადამიანის ეს წარსული და ერთობლიობაში მისი პიროვნება იმისი დაშვების საფუძველს არ ქმნის, რომ ეს ადამიანი მიიმალება ახალ დანაშაულს ჩაიდენს და მტკიცებულებებს გაანადგურებს. მესამე მუხლის 11 პუნქტში გვიწერია ასეთი რამე, რომ დასაბუთებული ვარაუდი არის სტანდარტი, რომლის სტანდარტითაც უნდა არსებობდეს ამ პიროვნებისგან ახალი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულების განადგურების და მიმალვის საფრთხე. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, არც ერთი ასეთი სტანდარტის დამადასტურებლად არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება. შესაბამისად, როგორც ზემოთაც თქვი, ერთის მხრივ დანაშაულის არარსებობა ორგანიზებული ჯგუფის ნაწილში და საერთოდ შემადგენლობა არ გვაქვს დანაშაულის და მეორეს მხრივ ის ფაქტი, რომ ამ პიროვნების მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს, ერთობლიობაში მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ზვიად ცეცხლაძის ნაწილში აშკარად დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და პროცესუალურად ის აუცილებელი და იმპერატიული დათქმები, რომელსაც საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. უფრო მეტსაც გეტყვით, ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე 6 იანვარს იყო ჩანიშნული წინა სასამართლოს ნორმა. ბრალდების ხარი მიმართა სასამართლოს და მოითხოვა წინა სასამართლოს ნორმის ვადის გაგრძელება 2 თვის ვადით. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს კონკრეტული მოთხოვნა, გაგრძელდა წინა სასამართლოს ნორმა და მოგვიანებით მარტის თვეში ჩაგვენიშნა, რამდენადაც მახსოვს, მარტის თვეში ქონდა და პარალელურად ვადის გაგრძელებასთან ერთად სასამართლოს ევალდებულება, რომ გადასინჯოთ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. სასამართლომ ცალსახად დააკმაყოფილა კვლავ ზვიად ცეცხლაძის და სხვა დანარჩენების მიმართ მოთხოვნა,
რომ პატიმრობა ძალაში დარჩენილიყო იმის მიუხედავად რომ ბრალდების ხარის შემდგომლობაში ჩვენ ხვდებოდით რომ ჩასატარებელი იყო ექსპერტიზები, გამოსაკითხნი იყვნენ მოწმეები და ასე შემდეგ. კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ევალება პროცესუალურად ბრალდების ხარის, როდესაც გახანგრძლივებულ პატიმრობას ითხოვს, დაასაბუთოს პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. ზუსტად ეს ჩანაწერია საპროცესო კოდექსში. ბრალდების ხარიმ უნდა დაასაბუთოს და სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რომ რამდენად აუცილებელია კონკრეტული პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა დარჩეს ძალაში. მაგრამ ამ შემთხვევაში ვრჩებით აბსოლუტურად იგივე მოცემულობაში, იმის მიუხედავად რომ არ არსებობს არც ერთი რისკი საფრთხე იმისა, რომ აკვეთი ღონისძიების მიზნებს შეექმნას პრობლემა, კვლავ რჩება ზვია ცეცხლაძე პატიმრობაში და შესაბამისად გვაქვს ეს მოცემულობა. მე